მოიცა ამას ხომ მიხდი ის. მეორე შეკითხვა მომისმინეთ, მეორე შეკითხვა და ანუ ანალოგიურს გეკითხები, ანუ როცა რომ რევლი ეკითხება, რომ სამყაროს დასასრული არ არისო და იოსეუბნება რომ ეგ მე კი არა ზეციურმა ანგელოზებ მათ კი არიციანო და მან თუ არიცის ღმერთმა ხო ყველაფერი იცის მე როგორც ვიცი. გახსენეთ მარკოზის 13-14 მოთავი. კი ბატონო, სიტყვა აი გაუცემასოს. იგი ისმის შემიხმო. კი ისმის. სიტყვა არ ვიცი ბერძნულად არის ოიდენ. სიტყვა ოიდენ არ ნიშნავს მარტო ინტელექტუალურ და კოგნიტურ არცოდნას, არამედ ხანდახან ნიშნავს სურვილის არქოდნას კონკრეტული რაღაცის გაცხადების. მაგალითს მოგიყვან ბიბლიიდან. პირველი კორინთელთა მეორე თავის მეორე მუხლში პავლე მოციქული ამბობს ასეთ რამეს, რომ გადავწყვიტე არაფერი მცოდნო და გარდა იესო ქრისტესის და მისი ჯვარცმისა. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ პავლე მოციქულმა მართლა ინტელექტუალურად არაფერი იცოდა. მაშინ რანაირად დაწერა, ხო? ეგ ანუ უბრალოდ ამ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ პავლე მოციქულს არ სურს სხვა საკითხზე საუბარი. ასევე ქრისტე პავლე მოციქულს ნურე მე გეუბნები რა თემაზეც გეუბნები იმაზე მიპასუხე მაგას ნურე. არა ნახე არ ურებ ნახე ერთი ბერძნული სიტყვა არის გამოყენებული ორ სხვადასხვა მუხლში და გიხსნი სიტყვა ოიდენ ბერძნულში როგორ გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში ხო გესმის ანუ არ ბატონო ეს გამოიყენება მაგრამ ანუ რას ამობ რომ ეს ასე თქვა და ამის თქმა უნდა მაგას მითარგმნი გეტყვი გიხსნი ნახე როდესაც ქრისტე ამბობს რომ არ ვიცი ანუ ქრისტე თავის მოსვლას ადარებს როგორც ქორწილს შესაბამისად ებრაულ ტრადიციაში ქორწილს როგორც ებრაულ ქორწილს ადარებს ქრისტე ამისთვის მუხლებს დაგიდასტურე მუხლები ქორწილის თარიღის გაცხადება ებრაულ ტრადიციაში არის მამის პრეროგატივა ანუ მიუხედავად იმისა რომ იცის თარიღი ვინც უნდა დახორწინდეს იმან ქორწილის გაცხადება არის მამის პრეროგატივა ანუ თარიღს ამბობს მამა ამიტომ ქრისტე აღნიშნავს ამ შემთხვევაში იმას რომ ის კი არა რომ ინტელექტუალურად და კოგნიტურად არ იცის თარიღი არამედ ამბობს რომ არ სურს მას თარიღის გაცხადება ეს ნიშნავს ამ